ამ ჯგუფებს, რომლებიც ჩვენთვის ცნობილი 4 საპარლამენტო, ასე ვთქვათ, რომლებმაც საპარლამენტო ბარიერი გადალახეს 2024 წლის არჩევნებზე, 4 პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები აქტიურად ეკონტაქტებოდნენ იმისთვის, რომ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება არ ყოფილიყო ცნობილი. მათ გამოაგზავნეს სტრასბურგში დელეგაცია, რომელშიც შემადგენლობაში შედიოდნენ თინა ბოკუჩავა, სალომე სამადაშვილი, აქ იყო გიორგი კანდელაკი, ასევე წარმომადგენლები იყვნენ ასევე არასამთავრობო ზურაბ ჭიაბერაშვილი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ანუ პოლიტიკოსების მხრიდან. საკმაოდ დიდი სპექტრი იყო, შეიძლება ვიღაც გამომჩეს, მაგრამ ახლა ვინც მახსენდება ძირითადი, ასე ვთქვათ, კონტინგენტი, ისევე როგორც არასამთავრობო სექტორი. ხო, ნაგვეხნება, რომ მოგვიანებით თუ ვინმე გაგახსენდება, თქვენ წერლობით მოგაწოდოთ ეს ინფორმაცია. კი ბატონო. ისევე როგორც დაზუსტება, თქვათ, გარკვეული საკითხების. კი ბატონო. ასევე არასამთავრობო სექტორიდან იქ ნინო დოლიძე, ნონა ქურდოვანიძე, ასევე ორგანიზაციების რო დავასახელოთ, რომ ორგანიზაციას წარმოადგენდნენ. სამართლიანი არჩევნები, ნინო დოლიძე, ნონა ქურდოვანიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, გიორგი ბურჯანაძე, რომელ ორგანიზაციას წარმოადგენდა, გამიჭირდება თქმა. კანდელაკი იქ სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილეზე ლაპარაკი. მე მგონი ამერიკის საელჩოში მუშაობდა და რა სტატუსით იყო, არ ვიცი. და ეხლა გიორგი კანდელაკი იქ უფრო როგორც მახსოვს წარმოდგენილი იყო, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია სოვლაბი რო არის, როგორც იმის წარმომადგენელი, რამდენადაც მე მახსოვს. იქ იყო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელი ონიანი, თუ არ ვცდები, და სხვა თინა ხიდაშელი, რომელიც ორგანიზაციის სახელი სიმართლე რო გითხრათ არ მახსოვს. მოკლედ ეს ადამიანები მაქსიმალურად კომუნიკაციაში იყვნენ სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან და ინდივიდუალურ პოლიტიკოსებთან. ეს კომუნიკაციები ხდებოდა ძირითადში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კორიდორებში, თუმცა რიგ პოლიტიკური ჯგუფების შეკრებაზე მოხდა მათი მიწვევად, სადაც მათ სრულიად დეზინფორმაციული ინფორმაციის გაზიარების შესაძლებლობა მიეცა. ამასთანავე მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა მათი მხრიდან და ეს დასტურდება იმით, რომ პოლიტიკოსების ნაწილი შეხვდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და გენერალურ მდივანს, ასამბლეის გენერალურ მდივანს, სადაც ისინი კატეგორიულად აყენებდნენ საკითხს, რომ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება არ უნდა ყოფილიყო ცნობილი.